ეს უნდა ამოუჭო ჭვილი. მაინც მისამების დროს დახველება მომიწია. მაგარია. და რატოღაც ხმა შემეცვალა. რა მჭირს რა არის? ამათან ომი მაქვს თუ აღარ მახსოვს. Короче, ვიდეო შემდეგ გამომიცხადა ომი ბიზანტიამ. აი ეს კონსტანტინოპოლი და რომი დაპყრობილი ქონდა, მაგრამ ვერ გავიხსენე, როდის დავიფყარი, როგორ დავიფყარი, რატომ დავიფყარი, მაგრამ დაპყრობილი მქონდა და ამ ომში მე წავარდი ბიზანტიას მარტო კასტელ სენტ ელმო და მეტი ვერაფერი, მაგრამ კაი დეფენსები გავაკეთე და ეხლა მაინტერესებს მე დიპლომატიის, მაგათან ომი აღარ მაქვს. მოდი ყაზახებთანაც ჯობს ეგრე დავამყვა შვიდობა, რადგან ტვინი აღარ გამიბრუნონ. რუსებთანაც არაო. იმიტომ რომ ეხლა ერთად ჩემმა გამომწერმა მითხრა კომპანიონები როგორ ავიყვანოთო. ეგ მითხარიო. წინა სერიაში რო გაგვანადგურეს ავიყვანე ჯარი, მაგრამ მარტო 650 კაცამდე შევაგროვე არმია. მეტი ვერ მოასწარე. და ესეც კიდე მარტო ტრეინერები, ელიტები და ისინი ყავს ექსპერტები. ცდილობ მაღალ დონის ხალხი ავიყვანო, მაგრამ ელიტები და ექსპერტები ძალიან დიდხანს მომდები და ტრენერებიც მაგიტომაც ამყავს. და რეკრუტებს არ ვიყვანი, ხლა რეკრუტები მაშინ იმიტომ ამყავდა, რომ ფული არ მქონდა. თავიდან დასაწყისში ინგლისური კებიჩი არ არის. კაი. სად ვიყავი? ტავერნა არა. კაი, ნახეთ ახლა ას ვაკეთებთ. შევდივართ ქალაქში. აი მოიცა კარგად თუ განახოთ. აი ეს ხო თუნდა ციხესიმაგრეში მიდით ან ქალაქში აზრი არ აქვს. შეხვალთ, მე შეხვალთ თოუნში. მე ტავერნას ხო ხედავთ აქ ტავერნა ზევიდან მეორე. ანუ აი მოიცადეთ მაინც თუ ვინმე ინგლისურად ლათინურენობის კითხვა არ იცის, აი ეს. აი ეს უნდა დააწვეთ, მაგრამ სანამ მაგას დააწვეთ, ნახეთ. უნდა შეხვიდეთ აი აქ. აი, ეცა ხელსავიდან განახებთ ჯობს. შეხვალთ ქალაქში, შეხვალთ თოუნში. ეს არ მინდა კაცო. მე აქ ტავერნაში წეღა რო განახეთ. ტავერნაში შეხვალთ მე შეგიშვებ ტავერნაში, მაგრამ აქ ეხლა პირდაპირ არ ექნება. თუ გამიმართლოს პირდაპირ ვიპოვი კომპანიოს, მაგრამ არ ამგონი პირდაპირ იყოს. აქ უნდა აქ იქნებიან ბუქსელერები, სკაუტი და მაქსიმუმ იმეები, ყოველს გარშევთ ხოლმე კომპანიონი. ეგ ბუქსელერი და ისიც თუ იქნება სკაუტერი ვნახეთ. გონი ეგრე ქვია. ტრეველერია პირიქით. აი ეგ არის კომპანიონები ეხლა რა. ვინ სად არის? რობინის, შუთერია, როდოგორი, სვორდმენი, გლოვი, ტაქტიკოსი, ეგეთიასი, ინჟინერი, მედიკი, მერჩეთერი, ქუაჩი, მერჩეთერი. აი ეხლა მე მაინტერესებს სვორდმენი. I have information. არ მაქვს მაგაზე ინფორმაცია, კაი. შუთერი I last time I saw in New York State იორკშია, კაი. ეგ დავიმახსოვრთ. Clowing ტაქტიკა არა აქვს ინფორმაცია, ამას ფული გადამიხადე გეტყვიო, ნარაში კამერგო შოკდანში მანდ ვერ გადავალთ. კაი. ასე იგი ტაქტიკოსი ვიცით რომ იმანდარი, ტაქტიკოსი ქუერი. ინჟინერი ფული გადამიხადეო. Castle of the Holy Angel-ში არის, ფულგენგენ ხოლენში, კი ბატონო. არის ინფორმაცია არ აქვს, კულანში არის, მერჩენტერი, ქუაჩერი არის ის, მარინერი არის ის, სკაუტერი არის, კაი. ასე იგი ჩვენ ვიცით ახლა რომ მედიკი არის კულანში, ეგეც ჩემ ტერიტორიაზეა. ინჟინერი არის Castle of the Holy Angel-ში, ეგეც ძველი საფრანგეთის ტერიტორიაზეა. ადრე რომი იმპერიის ტერიტორია იყო, მაგრამ მე საფრანგეთმა აიღო. და შუთერი არის იორკში, კაი. ერთი აქ არ დავათვალიეროთ. ხალხს შევეკითხოთ ახლა ტრეველერი ვიცით რომ აქ არის. მაინტერესებს თუ ბუქსელერიც აქ არის. ვა. არაფერს არ მაგითხინებენ.
აი აქ შეგიძლიათ მარტო აყვანა რა მეომრების ან მეომრების კომპანიონების და ცოტა თავისატკივარია უნდა იაროთ ეგრე ქალაქები ისინი გაარკვევთ ვინ სად არის და ცოტავიდან შეგიძლიათ თითო კომპანიონის აყვანა და ანუ ლიმიტი არ ვიცი ახლა რამდენია ლიმიტი ვერც მივიხსენებ იმიტომ რომ მაქსიმუმ ყოლია რავი 5 თუ 6 კომპანიონი არ მახსოვს მაგრამ ნახეთ რატო აღარ ამყავს მაშინ ვავიყვანე კომპანიონები გარეთ გამომიშვა ნახე რა ქალაქი გვაქვს და კარიბჭე ღია რა თქმა უნდა იქიდან ღია კაი ბოლოს რო ეგრე ავიყვანე კახანი გავზარდი რა ლეველები მეაუწყე მეუდგენ იმას რა ლეველებს რომ გადადის რასად უნდა გაუშვას ინვენტარს მევაძლებ და ერთ დღესაც გამომიცხადა რომ წასვლა მინდაო და თავიდან ვერ მივხვდი რას მეუნეოდა და მე მივხვდი რომ წასვლა უნდა და წავიდა ვერ შევაკავე გაშვება მომიწია ასე აბა ეხლა გადავხედოთ რაღაცებს აი აქ არის ერთი Castle of the Holy Angel-ში მეორეც აი აქ არის ხო კოუცი მე მეგონი ეგრე იყო თუ კოული თუ რაღაცა იყო და მესამე კიდე იორკშია ზევით სადღაც გადამთილში აი ბიზანტიასთან ახლა ყველაფერი მოგვარებულია მარტო კრაკოს დავიცავთ და ეგ არის რა პირველი ნომერი იმას იცავს კაი პირველი ნომერს ვეთქვი რომ წავიდეს პირდაპირ თავს დაესხას ფსკოვს ეგრე ჯობია და ნორგიერებთან ჩვიდობა დავდეთ ან ალებერგს და არა მაგასთანაც ჩვიდობა მგზადებული ხო ფსკოვს დაესხას თავს ვეთქვი რა კაი პირველი ახლა ჩვენ რადგან აქ ვართ და აქვე არის აქ წავიდეთ არმია ვალდერს იცავს პირველი ასე იგი არ მინდა ვალდერ რო დაიცვა შენ წამოდი პირველი ნომერი ფსკოვთან არა მოდი მანდა რა ანდა ხომ ან წადი მინდი ფსკოვთან მეორე ნომერი უტევს იმას მოდი შენ დაგიმატებ არმიას ცოტას ეგრე 1500-მდე გამოხვიდეთ რა მაინც თავი რაღაცა შარში არ გაღოთ კრაკოვს ახლა დავახმაროთ აჰა 500 კაცი გადავახმარე კრაკოვს გამკლავდებიან ტესტარიგით კასტელ სენტელმოსი წავენ და არ გინდათ წადიცავს გინდათ იქ ესენ მეოთხე არ მიდია პორტო ჰელდ ეს ისინი გვიტევენ და კი ბატონო გასაგებია 2000-ნიარენ და გამკლავდებიან ეს კრაკოვს ეს კრაკოვს იცავს მაშინ ხარ უნდა თიქდნენ და აი შენ მოგახმარებ რავი თუ გინდა აჰა რაც დარჩა ცოტა მრავალრიცხოვან არმიებს აჰა ეგრე აუ შენ რა მინდა კაცო და რამდენი ხართ ეხლა 1700-ის ხო? კაი 1700-ის თუ ხარ 95-იანი დავტოვოთ, კაი. დანარჩენი დიდად 95 ყველაზე ნაკლებიანი იყოს რა. და ყველა მიჩნდება კრაკოვნა დაიცავს ის იმპორტი ის კრაკოვს ხო რა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წავიდეთ. ეს ვიდეო ეხლა ძირითადად დაიკარგება მაგ იმაში და ძირითადად წინსვლა არ გვექნება რა. ანუ ეხლა მე თუ შემიძლია სანამ ჩემიანები ვიყობენ ერთ ქალაქს ავიყოს სამი ქალაქი ეგეთი დიდი წინსვლა არ გვექნება რა. მოდი ბარემ აქ ვარ და ესენიც ავიყვანოთ. ხალხი მჭირდება უაჭველი რომ მოიდა ეგრე. ხო, ხალხი მჭირდება უაჭველი, რადგან უნდა შევავსო ჩემი არმია რა 1000 კაცამდე უნდა ავიყვანო. როგორ დავმარცხდით მაშინ? ქალაქის დავყარეთ, მაგრამ მე ის ქალაქი დავიბრუნე ვიდეოს გარეთ და ბიზანტიამაც გამომიცხადა მაშინ ომი და ბიზანტიას ვიდეოს გარეთ მივხედე. და პრობლემები შემიქნა, რადგან 5 ადგილას მიტევდა თუ სწორად მახსოვს. ძალიან ბევრი იყო, მაგრამ როგორ დიდი არმია ყავდა 5 ადგილას შეკრებილი არა, ზოგან 2 ლორდით მიტევდა, ზოგან 1 ლორდით და მარტო კონსტანტინოპოლზე და პორტ იმაზე ახლა სადაც იყვნენ დაფენსე პორტ სკულბერგზე თუ რაღაცაზე
იყო ძალიან დიდი არმია მოყვანილი. ეგრევე 2000 კაცამდე რა. და ჩემი მე ადგილებში ცოტა და მაგის გამო ძალების გადანაწილება მიჭირდა, იმიტომ რომ ზევით რუსებს ვებრძოდი, ყაზახებსაც ვებრძოდი და მაგათგან დეფენსზე ვიყავი, დელსი სულთანსაც ვებრძოდი თუ რა ქვია დინასტიასაც და მაგათთანაც დეფენსში ვიყავი და ეგენიც მიტევდნენ და მაგის გამო ძალების გადანაწილება მიჭირდა, რადგან არ მყავს იმხელა არმია, რომ აუ რამდენ ხანს ანდო მე შესვლას. არ მყავდა იმხელა არმია, რომ მაგდენ, ანუ 4 ქვეყანასთან ერთდროულად მეომა და დეფენსში ყოფილიყავი რა. ან რუსებთან ძირითადად დეფენსში შეტევაზე ვიყავი. იმიტომ რაღაც ტერიტორია წამერთვა და წავართვი კიდევაც. უგენი რომ მეშლება. კაი გავალდეთ ახლა შემოვედეთ დაგიბრუნდებით რა. დაგიბრუნდით ეს ფოტო რო ამოვაგდო და რო ისება შემიშვებს. წინასწარ რა პირველი შეხედვით ვერავინ არ დავინახე ახლა კომპანიონი. აქ რომელი უნდა იყოს აღარც მახსოვს, მაგრამ უპოვით ვინც არ უნდა იყოს. კაი მოდი ამ ვაჟბანდოს შევიკითხოთ აბა. არ მილაპარაკებათ. კაი წამო აბა მეორე სართულზე ვნახოთ. ეხლა მითხრეთ რაღაცა ჩოლები ტაცველიაცვიაო და აი someone company cannot say anything რა travelers იძახის is not here ის აქ არ არისო მაგრამ ამაზე იძახის არ ვიცი არ დამინახიაო მე მგონი კაი შენ ვაჟ ბატონო ადექი შენ არა ხო კაი ეს ხო არ არის კომპანიონი he is not here ის აქ არ არისო ის აქ არ არის ანუ ვიღაცა თუ გეტყვის აქ არის და დანარჩენები აქ არ არისო ანუ აქ არის რა ანუ სადღაც შენიშნა local resident კაი ქოის მოუწეს ახლა სათითაოდ ყველა შეკითხვა რაც არ მიყვას არ დაუნ აქ უნდა იყოს ახლა წეღან ეგ მითხრა უნდა დამესკრინა რა არა კასტელოფ რაღაცა იყო ეს ქალაქი იყო კასტელოფ ჰოლი ანჯელი თუ რაღაცა ჰოლი რო ეწერა რაღაც იქნე მეგონა მაგრამ აგერ ყოფილა ბიზანტიის ტერიტორიაზე ჰოლი რომ იმპერია რო იყო მაგის გამო შენა არა ვაუ რა იდიოტობას უკრავ რა მოიტა გაუშვი Green Meadow არა City Walker Advanced Travelers დუელი ეჯობია კაი ამაში ეს ხო არ არის შენ ხო არ ახარ ვაჟ ბატონო არა შენ ხო არ ახარ არა შენ ხო არ ახარ არა არ არიანა რატო არ არის ნუ თუ გავედი და შემოვედი და რესტარტა და აქ აღარ არის და სხვაგან არის ახლა და ხელახლა უნდა გავაკეთო ყველაფერი რაც ყველაზე მეტად მეზარებ მაგიტო არ მიყოს კომპანიონები ზებნა რა კომპანიონების გარეშე ძალიან კარგათავ მაგრამ კომპანიონები სიმართლე გითხრათ მართლა ძლიერები არიან და ძალიან ბევრ ხალხს კლავენ არა არ არის ვაქაო რა ხო როგორ ჩანს არ არის და ისედაც ყველა გლეხებში არის გამოწყობილი და რაღაცა იარაღი მაინც უნდა გქონდეს რომ კომპანიონია რაღაცა მეომარია არ არის რა და რესტარტა როგორ ჩანს და ეხლა სხვა ქალაქებთან შევმოწმ მაგის გამო რომ ტრეველერი ვიპოვო არ არის რაც ყველაზე მეტად მეჯავრე გამოდი რა აი ეს აქ ძალიან ცუდად გაკეთებული რა. აი მამუთებელეთში ოშე ხო ქალაქში ირჩევ რაღაცებს და მან გარედან შეგნით ნახო რა შეგნით არის კომპანიონი თუ არა. აი თუ ვიცით მამუთებელეთი როგორ არის
აი მან ძალიან კარგად არის გაკეთებული. ვარ გიწევს ხა წანამალა ეგრე შეხვიდეში ამოწმო რაღაცა. იქაც შეგიძლია წავერან შეხვიდე, მაგრამ არ გიწევს შესვლა, რადგან შეგიძლია გარედანვე შეამოწმო, არის ვინმე თუ არა და შეგიძლია დაელაპარაკო. წამო რომი. უკდავ რომში. აუღებელ ქალაქ რომში, რომელმაც ვესგოთებმა განადგურეს. განადგურეს და აიღეს. და ის ოდუაკრი იყო, რომელმაც დასავლეთ რომი სიცოცხლე რა, ხო რა ეგეც გამოგება რა. სიცოცხლე გაუმწარა. შენ არ მაინტერესებს კაცო, შენ ტავერნაში. სიცოცხლე გაუმწარა და რომის არსება დაასრულა, რადგანაც ტახტზე აღარა უშვა მემკვიდრე. დაიშალა და რომის მიწები მიითვეს ეს ბარბაროსი. აღარ მახსოვდა და ბრბროს რო იძახთრენო, ეგ გამახსენდა უცებ. და მაგას გამახსენდა ბარბაროსები, კაი. აი ეს რაღაცა მგონია რო არის, რაღაც ჩაცმულობით არა. ტრეველერი არ დაუნახია, არც ბუქსელერი და კომპანია მენობა ის აქ არ არის. კაი. აქ არც არ არის, არც კომპანიონი, არც ბუქსელერი, არც არავინ. კაი წამო. ბუქსელერი კაია, ეხლა წიგნებს ვყიდულობ და იმ წიგნებს როცა ვკითხულობ, სკილებს მინუთარებს რა, 1-2 წევს რა მაღლა. ბევრი არ არის, მაგრამ სულ არაფერ ჯობია რა. თან ანუ დრო რო არ მაქვს ხომ ეხლა შვიდობა როა და ჯარის სავსე მყავს და საქმეები არ მაქვს. დგავარ და თან ჯარს ენერგიას უსწრებ. თან წიგნებს ვკითხულობ ხოლმე. ანუ ჭედლობას ვანვითარებ ხოლმე. უფრო მეტ იარაღს ვკრავდავ, ჭედლობას ხილი მემატება, თან იარაღებს ვიღებ და მე შემდეგ გავყოთ, მაგრამ ძალიან დიდ ხანს ანდომებს. არ არის რა. რომში ერთი ბუქსელერი მაინც იყოს, კომპანიონი თუ არა და ტრეველერი თუ არა, კარგით რა. კარგით მეგობრებო, ეხლა ძალიან დიდი ხანი გამოვა ეს ვიდეო და მირჩევნია უცებ ჩემს გარეშე, უცებ რა კარ ხანი დამჭირდება, მაგრამ ვიდეოს გარეშე ვიპოვო ტრეველერი, ვიპოვი და განახებთ ვინ სად იქნება, მე ისევ დავასტობებ ვიდეოს და ვიპოვი რა, ხო ვიპოვი იმ ქალაქებს სადაც ეგენი არიან. ჯობს ეგრე რა. ეტო ძალიან დიდ ხანი გამოვა და მაგის გამო არ მიყვარს კომპანიების საყვარა. ეხლა სიმართლე გითხრათ, იმის გამო ვიღებ, რომ ჩემმა გამოწერმა გიორგიმ დამიწერა ეგ რომ კომპანიები გვანახეო რა. აინტერესებს ადამიანს და უნდა დავეხმარო. კაი, მოდი დავასტობებ აქედან და მივხედავ უკვე მაგ საქმეებს რა, რაც მაქვს გასაკეთებელი. დაგიბრუნდით, როგორც თქვენთვის იყო სწრაფი დაბრუნება, ისე იყო ჩემთვის, რადგან ტრეველერი პირდაპირ აგერ დამხვდა. პირველივე ქალაქში რომ მივედი ლიონში, ეგრევე იქ დამხვდა. რადგან ეს აქ არის, უნდა ვივარაუდოთ კომპანიონები აქ არ არიან. ეხლა ამას აგე ფული უნდა გადავუხადო კრაკოვში, რომელიც სადაო? კარაკორუმში, რუსეთში ვარ. არიცის მედიკი ჩეთეუ დე ანჯერში. კაი, ჩეთეუ დე ანჯერში. მედიკი. ვეტერინარი არიცის ინჟინერია ფული გადამიხადეო. ოსტიანტიკში. კი ბატონო. აქვე რო არიან უკვე მონწონს. სკუერი გადამიხადე. what? სად არის? მორიკო კამაკურა ფუშენი. ეგ არის სკუერი, ხო? კი, ტაქტიკა არიცის სვორდმენი, არიცის შუთერი არიცის. კაი. ეხლა კარგად ხედავთ, ოსტიკ ანტიკი, ფულგენხობელი, მედიკი, ჩეთ ანჯერსი, ან მარტო ორი კომპანიონ საყვანი შეგვიძლია. მედიკი ჩათეუ დე ანჯერსი. და ოსტია, კაი. მივიდა დაგიბრუნდით. ოსტია ანტიკი ვიცოდი რომ ბიზანტიის ტერიტორიაზე ვიყო, მაგრამ ეს ჩეთუა ეს არ ვიცოდი რა სად იყო და ძლივს ვიპოვე უკაზე. სად იყო? ბატონღაც საფრანგეთის ქვედა ტერიტორიაზე მეგონა ან ბიზანტიისას, მაგრამ ჰოლივ იმპერიის ტერიტორიაზე ყოფილა.
ძველი რომაული იმპერიის თორე მე საფრანგეთის იყო ჩვენ დავიყარით. შევდეთ ტავერნაში. აქ ვინ იყო არ მახსოვს. მედიკი იყო და ოსტრაშიარი ინჟინერი. მედიკიც არ გჭირდება შემოთო გითხრა, იმიტომ მედიკის სკილები 90-ზე მყავს და უკვე 100-ზე ამყავს და ინჟინერიაც 100-ზე მაქვს. ეგენი მაშინა არის საჭირო თუ რაღაც დაბალი დონის რაღაცები, მაგრამ ძალიან მაღალ დონეს მყავს მე მაგალითად. ეგრევე ჩანს. სკაუტი მეთქი ის კომპანიონი. მე მოწეს მეძახიან კი ბატონო 100 მაქვს მაგასთან უკვე ურთიერთობა. Will you go to my squad? You need to pay me 4000 უნდა გადავხოდოთ my week wages 400. ანუ ყოველ კვირა მე 400 რა. თანახმა ვარ welcome to my squad. მოგესალმებით ჩემ squad-ში. 4000 ჩაუმაჭრა. და პლუს 1 ადამიანი. მარიამას კაია ის უნდა მივცე. და მაგის სკილებს თუ გადავხედო რა ეს, ანუ როგორც ხედავ, ამას ერთხელიანი უჭირდა ფარი აქვს. ხო, კი, კიდერეები აქვს, აბა რამე არა აქვს. კოზი რო უჭერი ეხელში ოჭავდა რა ძმა, ეს მაგარი დამატებულია. კაი. აგერ ნახე, ეს ტრეველერია, ბაზარი არ არის. მედიკი აქ არისო. რომ რაში გადამახტევინა ფული? კრაკოვი, ვეტერინარი, ინჟინერი, ოსტროჰო, ტაქტიკა, სოჩამ თუ რაღაცაო. ბეისლავი შუთერი. მაგენი არ მინდა კაცო. ეხლა ოსტრაში ჩავაკითხო ტაქტიკოს და ეგ არის რა. ეს განახეთ რა როგორ უნდა აიყვანო, რა ქვია, კომპანიონი. და ძალიან მაგრამ ბეზარება ხოლმე. ამების ლოდინი რა ეხლა ამის ლოდინი ბეზარება ხოლმე. ყოველ მწარმას შესვლა თან ვარიც იქ დახვდება თუ არა და ყოლობად შედიხარ ზოგჯერ და აი მაგაში ხარჯავთ ყოლობად დიდ დროს რა. 22 წუთია უკვე ვიდეოს იმით თამაშობ თორე ეს კარახანი. ამოჭრებით რა დასტოვებებით და რაღაცებით. რაღაცა ხმა გამომიწოდა დასწყიში მომქონდა რაღაც დაბოხელი ხველება რო ამტყნა. აი წამო ერთი აქაც შევიარდ ბარემ 703 კაცი ავედით მამასობაში. ტავერნაში შევიდეთ. მიდი ტრეინერები თუ რამე მარტივი ასაწევები არიან, სწრაფი ასაწევები არიან კაცო. ლეველებზე რა ხო მაღალ დონეზე რა. ვალდერს დაარტყა რუსებმა, კაი მოიცა უცებ რუკაზე შევიდეთ. ნახოთ რა ხდება, იქ ჩვენები იმარჯვებენ, იქ ჩვენ დავარტყით, ის დავიცავით 4-იანით, ხო? ვალდერამდე ვერ მივახცევთ. იმათ მაიღეს, რავი რა ხდება ახლა იქ. კაი 6 ნომერი მიდის ვალდერის დასაცავად. კაი. წავიდეს. ოთხიანი სად გაუშვა ძმობას გაფიცებთ? ბიზნესიდან ომი არ მაქვს. იქთკენ აგერ იღებს ეს ამას. აქთკენ შევიდა ნევეშჩიზე გაუშვა. არ მინდა ძალიან ეგრე გავიწელო, ან სპორტ პერეისლავზე, ან კიევზე გავიწელო. კაი მოდი ახლა ნევეშაზე გავუშვათ ოთხიანი და სამიანი იმას აიღებს, მე გავუშვებ ამაზე, რა ქვია? გალიჩაზე. ეს მაგას ვაიღებს გავუშვებ ნოვგოროდზე და ეგ იქნება რა. და 1700 კაცი ამას ვერ იღებს მერე. 6-იანი მიდის ახლა ვაჭველი ვალდერის ცავად და ჯობს ჯარი მივცე მაგას. არმია. ეგ ხო, ეგეც ხო რუსებს უტევს, ეგ ვოლვერის უტევს რუსებს, ეგ 4-იანი მოდი ძალიან ბევრი არიან, მოდი ეს გაუშვათ, ეს გაუშვი. აქ მეწყოლი ვარ, ბიჭო, რა თქინდათ მე რო ყავართ აქ.
წადი და შეუტიე ამას. ეგრე. აი, ეგეც რუსებს უტევს, ეგ იქ უტევს. და მოდი შენ მოგცემ ახლა როგორც შევეცდები მაღალ კარგი ხალხებს რა. მოდი ჰაიგენი წაიყვანე. და 6-იანი შედგა უკვე 1300 კაციანი. ესე რაღაცას უნდა გახდეთ რა მანდ ახლა უნდა დაიცავს. წაგართვებთ კიდე ეგეც პრობლემა არ არის. კაი. სად მივდიოდი ახლა? ოჰო, ოსტრაში მივდიოდი, ოსტრაში. აი უკვე ძალიან კაია რა. კი ხასანდოვენ, მაგრამ მე ახლა პატარა საქმეს ვაკეთებ ჩემსას. და ისინი აი ჯეოფრეი ისინი კიდე მიწიან მუშაობენ რა თავისთვის რა. ამას აღარ უნდა და აღარ არსებობს ტიპი თითქმის. თუ არსებობს, აღარ არსებობს, თუ არსებობს. აქვს ნახე ორი ქალაქი. settlement-ი. ქვია ნახეთ ეს გეცნებათ ჩემი წინააღმდეგთან. settlement 1, settlement 2, settlement 3, settlement 4. 4 ქალაქს ქვია ერთი და იგივე სახელი. და როგორც აქ აი Hohenzollern 1, Hohenzollern 2. ორ ქალაქზე ერთი იგივე სახელი. ავიყვანოთ მოდი აქ ვუცებ ხალხი. და მოდი ვუცებ შევიდეთ. ამოტრები რაღაცები აღარ გვინდა დიდად. ეს ახლა გამოვა პატარა ხნიანი ვიდეო, სიმართლე გითხრათ. ყველა მინდა პატარა ხნიანი გამოვიდეს ხოლმე, მაგრამ ხნიანი გამოდის ხოლმე. აი, სად ყოფილა? აი. არ მინდა თქვენთან ლაპარაკი, გაბუტული ვარ მე თქვენზეო. მე მწყეს მეძახიან, ეგრე დამიძახეთ, ბა. ამო ვაფშე 5000 გადამიხადეო და ყოველ კვირა 500-იო. კაი მეძვირი ხარ, მაგრამ წამო, ჩემ გამოწერს სულს შენი ყოფნა ჩემს ქვაჩი და მე როგორ არ აგიყვანო. ой, მეგობრებო, გამოიწერეთ ახლა დაალაიქებთ ვიდეო რა. ლაიქი და გამოწერა მართლებს სტიმულს გავაღრძელო და მინდა 50 ლაიქზე ავიდეთ მალე და 4 გამომწერი მაკლია და რამენერა დამიყვანეთ გეხმერწების რა. 50-ზე თვეებია 4 ლაიქი მაკლია უკვე 46-ზე ვარ. აი ახლა რა გავაკეთოთ? კომპანიონები ავიყვანეთ. ახლა წამო კომპანიონები გავზმანოთ. ჩავაცვათ. ხელპირი დაუბანოთ, კვილები გამოუხეხოთ, რავი 1000 რამე უქნათ. ეს პატარა საღადავთ. კაი, ახლა კომპანიებს გავზმანოთ, მაგრამ შენ სამ კომპანიებს გავზმანო, მინდა მაგათი სკილები და რაღაცები ვნახო. ვის რა ტაცმელი ეკუთვნისო ჩავაცვა რა. ახლა ვიღაცა რო მაგალითად one hand-ი აქვს განვითარებული და one hand-ო დავაჭერინო და მე two hands ვაჭერ და პოლარს ვაჭერინებ და ცხენზე ვსვავ, მაშინ ის ძალიან ცუდი გამოვა რა ადამიანები ძალიან ცუდი მებრძოლი. იმ იარაღს ვაძლევაც არ აქვს განვითარებული. ამას ასე იგი one hand-ი აქვს განვითარებული. კარგად. one hand-ი ამასაც one hand-ი რა. და ფარი. მაგრამ შეიძლება ერთი two hand-ის დავაჭერინოთ, ერთი one hand-ი. ამას შეიძლება ერთი პოლარმი და ერთი one hand-ი დავაჭერინო. და არჩერებში ახლა ამას ჯობია. აქ უნდა ვარჩევ ახლა უფრო მოდი მივჩევ არჩერს. არჩერსა რა ქვია ამას კიდე? ბოუს ხო, ბოუ. და ამას უკეთ სასროლი არ აქვს მისცემ, რადგან ძალიან განვითარებული აქვს. ზავი სხვა რა ცხენები არ სჭირდებათ.
იმიტომ რომ პოლარს არ ვაძლევ და არც აქვს განვითარებული. აი, ეგრე ვქნათ რა, როგორც გადავწყვიტე. კაი, წამო ახლა მივიდეთ მანჩი, რადგან ქალაქში წესაკით თუ კაი ისინა იყოს ინვენტარი. და უცებ გავზმანოთ. მომიწევს ახლა ყველაფერი 2-2 კარგების ყიდვა, შეიძლება ესენი გავყიდოთ, რაც აქ მაქვს, თუ არ ავდიოთ ერთმანეთში. მარკეტ armor helmet-ი 123-იანი, გონჩებზე კარგებს ვაძლევ. ფული არ მინენება სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს. კაი, 1 ეს და 123, 114, აჰა, 1 ეს, კაი. 246, 208. კაი, ამას ჩავიცვე მე. ამას ჩავაცვე ერთს, ამას ჩავაცვე მეორეს. ბუცები. აჰა და აჰა. შილდი. ფარი უნდა ორივეს. ხოცა 5. აი ეს კაია და მოდი მაგასაც ეს დავაჭერინოთ. კაი, ესენი მოგვარდა. ეხლა იარაღებს შევიდეთ მილი ვეფონში. თუ ჰენდი და ესე თუ ჰენდია, ხო კი? 1 2 და მოდი ვაჰენდებში, აბა მოდი ვაჰენდი მე დავუკრავთ. მე დავკრავ და მოდი ვაჰენდს. აბა რეინჯი იარაღები ხლა ერთ მინდა ეს და ერთ მინდა ეგ. კაი. მარა ვერ დაკრავთავ მე. რადგან ნახეთ, გორდონს დაარტყესო, კაი, მაგაზეც გაწავა არ მინდა. ნახეთ რატო ვერ დავკრავთავ. ბლექსმის ჯოში ვარ. ჯერ უნდა დავკრავთო. შენი ეგ არის. ესე უნდა იკრავთო. სხვაგავარად ვერა. ვერ გადავიყვან იმათზე და სოდის ესე დაიკრავდება, ვერცო ჩემო. კაი, მოდი უცებ ჩავათვა და მე სხვაგან წავალ იმაზე იარაღებზე, ვანჰენდებზე. player level არ მაინტერესებს კაცო, ჩარაქტერი მოდი, არა. საიდან ჩავათვა კაცო, ინვენტარ ზის. აქედან ხო. მეც კი რა დამიმართა. აჰა. 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 ოჭიოთ მოდი ეს თავენთი ვაჰენდები ჯობს ჯერჯერობით. აჰა. და უბრალოდ ამას რომელი უნდა და არ მახსოვს. კაი მე ნახავთ. აჰა. 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 აჰა და აჰა. დარჩა ეს 2, ხო? კაი. ის მოიცა შედი ინვენტარში და მე ჩამაცვი ახლა ეს. აჰა. კაი, მოდი უცე შევიდეთ და ხილა და ნენელა გავყიდოთ ესენი. რა მინდოდა ერთი, ხო, მოდი ინვენტარ ზის შევიდეთ, არა, მოიც მან და გვინდა სკვადში გვინდა, სკვადი. სკვადში და აქედან ნახოთ, აბა ასე იგი რომელს უნდა და ხო, ეგილთის უნდა და throw და იმას უნდა და კაი. ხო, ინვენტარში შევიდეთ და ამას უნდა ესა და ამას უნდა და ესა. კაი. ცხენები არ ჭირდება. всё, გავზმანეთ. აბა ეხლა დავუკვირდეთ ყველას, სადაც გორდონს შეუტიესო, გორდონი სად არის, აზრი არ ვარ. აი ორ ნომერს რა უყო ეხლა ორ ნომერს. არივა, ეგ იმათ აქვს ბიზანტიას ბაზარი არ არის. გორდონი სად არის? ნახე. ბაზარი არა, ის იქ მიდის, მაგრამ ოდის მივა აზრი არ ვარ.
აქ რომელია ორი ნომერი? ორ ნომერს გავუშვებ, მოდი ბრესტაზე? მოდი ეგრე ბრესტაზე გავუშვეთ ორი ნომერი. არმია, ორი ნომერი უცებ წავიდეს ათაკ ამაზე. და რამედეც ახლა მე გორდონზე მიდის ძალიან ცოტა ხალხი. აჰა, ეგეც, აჰა და აჰა. აჰა და აჰა. არ მინდა კაცო, აჰა. 2000-იო, ჩემს გარეშე 1500, კაია. 1300-ნი არიან აქ. ახლა მიხედავთ ეს დარიგით ახლა მაგორს ეგენი. კაი, ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა? აბა მეგობრებო, მითხარით? აზი არ ვართ ხო? მეც არ ვარ. იმიტომ რომ ჯერ ჯარის აღდგენა მინდა, არ მინდა ხა პირდაპირ შეტევაზე გადავიდე, იმიტომ ჯარს ვეღარ ავიცი ეგეთ წესივრად. და მარტო რუსებთან გვაქვს ომი. ალბათ არ გამოუცხადებ შვიდობას. ეხლა ენამ არ მიყვილოს შვიდობას იქამდე არ გამოუცხადებ. სანამ ვინმე სხვა არ გამომიცხადებს ომს და ძალიან შევიწროებული არ გავხდები მე, იმიტომ რომ ეხლა თელი ძალებს რუსებისკენ მიმართავ და მაწყობს ეგ ყველაფერი. და ეხლა ბიზანტიამ არ გამომიცხადეს მართლა ომი. ან ნორვეგიამ მაწყობს პრინციპის რომ გამოიცხადოს ომი. რადგან მარტო ორი ქალაქი დარჩა. აი ერთი ქალაქი ერთი ციხესიმაგრე და მაგას აუღებ და მე სოფლები გადარჩება და სოფლებს კიდე ჩემიანები ცალ-ცალკეც კი გადაულიან შვიდობა რო იქნება თუ არა და ესენიც გადაულიან თავისუფლად. აი ამდენხანი გამოვიდეს ვიდეო 27 მეტრით. კაი, მოდი აქედან დაგევშვიდობით. როგორც ხედავთ ახლა ვიდეოს გარეთ თამაშობ ხოლმე და ჩემი იმების ვაგზავნი ხოლმე რომ ეს ხალხი ავიყვან და სანამ მე ხალხს ავიყვან მაგამდე ჩემი ლორდები მუშაობენ რა და ძალიან კარგად მუშაობენ. მაცხი მინus მე მგონი. კაი, აბა ხედა აბა ხო დაგევშვიდობით. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. მომავალ შეხვედრამდე რა.